ბალტიისპირეთის ქვეყნებში მასობრივი საბჭოთა დეპორტაციის 75 წლის თავს აღნიშნავენ. ლატვიაში გლოვაა გამოცხადებული. წლების წინ 42,000 ადამიანი ურმებით გადაასახლეს ციმბირში. მათ შორის იყვნენ ბავშვები და მოხუცები. ბევრი მათგანი ლატვიაში ვეღარ დაბრუნდა. ისინი შკიროტავის სადგურზე ბოლოს სწორედ გადასახლების დროს იყვნენ. ჩემი ძმა მხოლოდ 8 თვის იყო. თან პნეუმონიით იყო დაავადებული. იგი გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს დეპორტაცია შეეხოთ. მე იქ დავიბადე. ჩემი და, რომელიც გარდაიცვალა, ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. როდესაც სახლში უბრუნდებოდით, წლინახევრის ვიყავი. ამიტომ არაფერი მახსოვს. დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა განუცხადოთ ჩვენს თავსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ არ შეიძლება ბოროტებასთან გარიგება. ამ დროს ვერ იქნება მშვიდობა. ბოროტებას უნდა შეებრძოლო და დაამარცხო. ესტონეთშიც გაიხსენეს 20,700 ადამიანი, რომლებიც 4-დღიანი დეპორტაციის ფარგლებში ციმბირში გადაასახლეს. მათგან 80% ქალი და ბავშვი იყო. მოგვიანებით კიდევ ასობით და ათასობით ადამიანი გაუყენეს ციმბირის გზას. გადასახლებულთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 3% შეადგინა. მათგან 3,000 იქ გარდაიცვალა.